მონტესორის ბაღი. ამ სიტყვების ერთიანობა მართლაც ყველაზე ზუსტად გამოხატავს მარია მონტესორის ფილოსოფიას და ბავშვის აღზრდის კონცეფციას. პედაგოგები და მშობლები ბავშვებს ისე უნდა ექცეოდნენ, როგორც მებაღეები თავიანთ მცენარეებს. ეს მარია მონტესორის სიტყვებია. ქალის, რომლისთვისაც ბავშვები მართლაც ყვავილები იყვნენ. ლამაზი და ნაზი ყვავილები, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. მაგრამ მყიფე და სათუთი, რომელთა მოწყენა და ყურების ჩამოყრა მომავალი პრობლემების სათავედ შეიძლება იქცეს. მაგრამ დაცვა მარია მონტესორისათვის სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია. ბავშვები, რომლებსაც პატივისცემით ეპყრობიან და მხარს უჭერენ, ემოციურად უფრო მდგრადები არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც მუდამ ყველაფრისგან იცავენ, ამბობდა იგი. საქართველოში მალე პირველი ოფიციალური მონტესორის საბავშვო ბაღი გაიხსნება, მონტესორი უნივერსი. ბაღის პრეზენტაციაზე მონტესორის ფონდის პრეზიდენტმა ტიმ სელდინმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწავლების თეორიის პრინციპებზე ისაუბრა. ასევე უნიკალურ მეთოდოლოგიასა და პედაგოგიურ მიდგომებზე. ბაღის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კი ქართულ საზოგადოებას მონტესორი უნივერსის საგანმანათლებლო პროგრამა გააცნო. მონტესორი ბავშვებს ასწავლის, როგორ იფიქრონ სიღრმისეულად, როგორ ისწავლონ საფუძვლიანად და თან სიხარულით. ისინი სწავლობენ არა მასწავლებლის მიერ შერჩეული ტემპით, არამედ მათ ირგვლივ მყოფი სხვა ბავშვებისგან ან უფროსებისგან მიღებული სტიმულით. სწავლობენ, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, მოტივირებულები და პასუხისმგებლიანები. მთელ მსოფლიოში იშვიათად იპოვით მშობელს, რომელმაც მარია მონტესორის სახელი არ იცის. დოქტორი მარია მონტესორი, აღმზრდელი და მკვლევარი. ქალი, რომელმაც ბავშვის სილაღისა და თავდაჯერებულობის გასაღებს მიაგნო და იგი უამრავ მშობელსა და აღმზრდელს გაუზიარა. ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვს მონტესორის ბაღი დამთავრებული, როგორც არის გაბრიელ გარსია მარკესი, პრინსი ვილიამი და ჰარი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკენბერგი. შესაბამისად, ფუძე ამ მეთოდოლოგიის არის ის, რომ აღზარდოს ცნობის მოყვარე, პასუხისმგებლობით ახსავსე და თავისუფალი ბავშვი. მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიელმა მარია მონტესორიმ თავისუფლებაზე, თვითშემეცნებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზე ორიენტირებული აღზრდის მეთოდი შეიმუშავა. შექმნა თეორია, რომლის საფუძველიც არის რწმენა, რომ ბავშვები ბუნებრივად მკვლევრები არიან და რომ მათ თავის გამოვლენასა და სწავლაში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. 1988 წელს იუნესკომ მონტესორი იმ 4 პედაგოგს შორის ერთადერთ ქალად დაასახელა, ვინც ყველაზე დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პედაგოგიკაზე. ეს მიდგომა ძირითადად ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ უნარჩვევებზე ორიენტირებულ აღზრდის მეთოდებს. ანუ ეს არ არის ზოგადი კანონები, რომლისთვისაც ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა იქნეს აღზრდილი, არამედ ყველა ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებაზე დაყრდნობით ამ ბავშვის საუკეთესო უნარების გაძლიერება. მონტესორის ბაღი სექტემბერში გაიხსნება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ბაღი 180 ბავშვზე იქნება გათვლილი.